ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალიტერატურო მოვლენა სტარტს იღებს. ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გაიხსნა. აქვეა ქართული სტენდიც, რომელიც წელს სტუმრებს ტრადიციულად ქართული კლასიკისა და თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშებს შესთავაზებს. ღონისძიებაზე საკუთარ ნაწარმოებებს წარადგენს ქართველ მწერალთა ოთხეულიც. თამარ დარახველიძე მუშაობს ფრანკფურტში და მოგუყვება წიგნის 67 ბაზრობის პირველი დღის შესახებ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დღეს უკვე ოფიციალურად გაიხსნა. კონგრეს ცენტრში ასობით მწერალმა, პროდიუსერმა, გამომცემელმა, ჟურნალისტმა თუ უბრალოდ წიგნის მოყვარულმა მოიყარა თავი. აქ წითელი ხალიჩა გაიშალა მიღების ცერემონიალზე, რომელზეც საქართველოს კულტურის მინისტრმა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმაც გაიარეს. მათი გეგმებზე ისაუბრეს, რითიც საქართველოს წარსდგება წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. 4 ქართველი მწერალი წარმოადგენს ქართულ მხარეს, ისინი საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ. იქნება თეატრალიზირებული დადგმებიც და კიდევ არაერთი სხვა ღონისძიებაც. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე საქართველოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის და ქართველი ავტორების, ჩვენი ქვეყნის მთლიანობაში ცნობადობის ამაღლებას, მისი ძალიან პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას უწყობს ხელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტენდი ძალიან ღირსეულად წარსდგება წელს ამ ბაზრობაზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დატვირთული და ინტენსიური პროგრამა აქვს. ინდონეზია არის საპატიო სტუმარი ქვეყანა, ყველა მოუთმენლად ველით ინდონეზიის პავილიონს, რომელსაც სულ ცოტა ხანში ყველანი ვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ინდონეზიის სტუმარი ქვეყანის მაგალითი, მათი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვისაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ ვხდებით 2013 წელს საპატიო სტუმარი ქვეყანად. ჩვენთვის ყველასთვის ერთი მხრივ დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა და კიდევ უფრო დიდი პატივია 2018 წელს საპატიო სტუმრად ფრანკფურტის ამ მნიშვნელოვანეს ბაზრობაზე გამოსვლა. ფრანკფურტის კონგრეს ცენტრში დღეს მხოლოდ გახსნის ცერემონიალი გაიმართა, ხვალიდან კი უკვე ბაზრობა გაიხსნება და წლის ყველაზე მასშტაბური წიგნის ფორუმი კი 18 ოქტომბერს გრანდიოზულად დაიხურება.